საგაზაფხულო სასესიო პერიოდი რეგლამენტის მოთხოვნა გახლავთ სესიას მიმართავს თავმჯდომარე სადაც აკეთებს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ წინა სასესიო პერიოდში და აყალიბებს ძირითად მიმართულებებს მუშაობისა სამომავლოდ. მიუხედავად პანდემიისა და ძალიან რთული, ძალიან მძიმე ვითარებისა, რომელიც ქვეყანაში არსებობდა, ჩვენ მაინც ერთი წუთით და ერთი წამით მუშაობა არ შეგვიწყვეტია, ეს ჩვენი ორგანო, უმაღლესი პოლიტიკური და საკანონმდებლო ორგანო, უმაღლესი საბჭო ფუნქციონირებდა და მაქსიმუმს აკეთებდა იმისათვის, რომ ის რაც ჰქონდა დაგეგმილი და დასახული, თუ სრულად არა, დიდწილად მაინც შეგვესრულებინა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას მივახციეთ. და პანდემიის პირობებში, რა თქმა უნდა, პანდემიასთან ბრძოლა იყო ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ოკუპირებული ტერიტორია და იქ არსებული პრობლემები, ამ პრობლემების ანალიზი, მათზე რეაგირება, მათი შეფასება და ასე შემდეგ. ასევე საკანონმდებლო საქმიანობა, რომელსაც ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვეწეოდით და ამ ახალ სასესიო პერიოდში კიდევ არაერთ კანონ პროექტზე მუშაობა გვაქვს დაგეგმილი. ტრადიციული მიმართვა არის ყველა სასესიო პერიოდის გახსნის დროს ჩამოყალიბებული იყო ის მიმართულებები, რომელზედაც განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება გვმართებს. არის ბევრი საკითხი, რომელიც გამოსასწორებელია, არის საკითხები, რომლებიც განვითარებას საჭიროებენ და არის საკითხები, რომლებიც ევროპის, როგორც აღნიშნე, საერთაშორისო პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში ჩვენს მიერ დაყენებული საკითხების იმპლემენტაციას მოითხოვენ. აი აქეთკენ არის ორიენტირებული ჩვენი სამომავლო გეგმები. ახალი მიმართულებები ისახება ჩვენ საკანონმდებლო ინიციატივებით ერთით უკვე შევედით პარლამენტში, ორი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე გამზადდა, საკომიტეტო მოსმენები გაიარეს საკანონმდებლო ინიციატივით
შევა პარლამენტში, ჩვენ გვინდა ორგანულ კანონებში, საქართველოს კანონებში ამან ყველაფერმა ასახვა პოვოს და ეს პირდაპირ მიმართულია დევნილთა სოციალური და პოლიტიკური პირველ რიგში დაცულობისაკენ. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის, მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მიულოცო ჩვენ დეპუტაციას უმაღლეს საბჭოს არა მარტო საგაზაფხულო სესიის გახსნას, არამედ ახალ სივრცეში მოღვაწეობას. ჩვენ მოვისმინეთ ასევე მოხსენება თავმჯდომარისა, რომელიც იყო ყოვლის მომცვლელი, განახორციელოთ ყველა ის ინიციატივა და პროგრამა, რომელიც იყო განსაზღვრული და დაგეგმილი ბიუჯეტის ფარგლებში, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მიუხედავად ამ სირთულეებისა, რომელიც იყო პანდემიის პირობებში, ჩვენ შევძელით უმაღლეს საბჭოსთან ერთად განახორციელებინა ის მასშტაბური მეოთვლი პროგრამები, რომელიც იყო განხორციელებული 2020 წლის განმავლობაში, სურვილები, თხოვნები, ინიციატივები, რომელზეც ჩვენ საუბრობდით და რაც იყო აღნიშნული ანგარიშის დროს, ჩვენ გავითვალისწინებთ მომავალში. რა თქმა უნდა, მოხსენებაში აისახა ყველა ის გამოწვევები, რომელიც ჩვენ წინაშე დგას. ეს არის ის, რაც ასუყებს ჩვენს მოსახლეობას და მე ძალიან მწუხარ, რომ ჩვენ მოსახლეობამ ბევრი რამ არ იცის, რაც კეთდება. რა თქმა უნდა, რთული პრობლემებია, რთულია, ვთქვათ, მიხვიდე ყველასთან, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ ქმედითი და პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგა ადგილობრივ ჩვენს დევნილ მოსახლეობასთან დაახლოებისათვის. მე გულისხმობ მატერიალურ დახმარებას, ჰუმანიტარულ დახმარებას, კონკრეტულ კანონმდებლობაზე მუშაობას და ეს ითქვა, რომ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, რომელიც ეხება საქართველოს მოქალაქეობის კანონში ცვლილებების შეტანას, რესტიტუციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას.